სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისა წმინდისათა. ბიბლია ყოველდღე მოგესალმებით ყველას მეგობრებო. ვინ არის იესო ქრისტე? ძალიან მარტივ და ასე ვთქვათ უბრალო ენაზე მინდა ვისაუბრო დღეს მოკლედ და გასაგებად. მეგობრებო, იესო ქრისტე ღმერთი, რომელიც ხორცში გამოჩნდა. ესე იგი, ჩვენი მართლმადიდებლური ჭეშმარიტი ეკლესია მტკიცედ და უცვლელად აღიარებს, რომ იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი ადამიანი. აი, წმინდა წერილში ჩვენ ვკითხულობთ პირველი ტიმოთეს მიმართ მესამე თავი 16 მუხლი. ესე იგი, ნახეთ, ღმერთი გამოჩნდა ხორცში. იოანეს სახარება 1:14. სიტყვა ხორცად იქცა. მეგობრებო, იესო ქრისტე არ არის უბრალოდ დიდი წინასწარმეტყველი ან ღვთის მიერ გამოგზავნილი კაცი. ის არის მარადიული ძე ღვთისა, იგივე ღმერთი როგორც მამა. გახსოვთ თავად ბრძანებს ქრისტე იოანეს სახარებაში 10:30. მე და მამა ერთნი ვართ. მამა ჩემშია და მე მამაში. იოანე 14:10-11. ვინც მე მიხილა, მამა იხილა. იოანე 14:9. ასევე როგორც პავლე მოციქული გვასწავლის, ის არის უხილავი ღმერთის ხატი. წმინდა ათანასე დიდი წერს, სიტყვა ღმერთი იყო და სიტყვა ღმერთადვე დარჩა, როცა ადამიანი გახდა. მეგობრებო, ქრისტეში შეერთებულია, ასე ვთქვათ, ორი ბუნება, ღვთაებრივი და ადამიანური. ანუ ერთ პიროვნებაში განუყოფლად და უცვლელად. წმინდა იოანე დამასკელი ამბობს, ორი ბუნება შევიცანით ქრისტეში, მაგრამ ერთი პიროვნება ვაღიარეთ. ანუ პიროვნება, როგორც ძე ღმერთი, ის მუდამ ღვთის იყო, ხო? ანუ ნახეთ, ასევე მასში, ანუ ქრისტეში არის ორი ნება, ანუ ესე ვთქვათ, ღვთაებრივი და ადამიანური. და ადამიანური ნება სრულად ემორჩილება ღვთაებრივს. მეგობრებო, იესო ქრისტე იყო უცოდველი, ასე ვთქვათ, მას არ ქონდა პირადი ცოდვა. აი, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი გვასწავლის, რომ რაც არ ქნა მიღებული, ის ვერ განიკურნა. ამიტომ ქრისტემ სრულად მიიღო ადამიანური ბუნება, რათა ადამიანი სრულად ეხსნა. მეორე კორინთელთა მიმართ 3:17 ნახეთ, წმინდა წერილში ესე იგი წერია, უფალი არის სული. უფალი არის სული. მეგობრებო, ქრისტე ჯვარზე ტანჯებოდა ადამიანური ბუნებით, ხო? ესე იგი, მაგრამ რადგან მისი პიროვნება ღვთაებრივია, ნახეთ, პიროვნება ღვთაებრივია, მასშია ორი ბუნება, ღვთაებრივი და ადამიანური და ანუ ეკლესია ჭეშმარიტად, ესე ვთქვათ, ამბობს, რომ ღმერთი იტანჯებოდა ჯვარზე ადამიანური ბუნებით. გესმით? ანუ მან ნებაყოფლობით მიიღო სიკვდილი, ჩავიდა ჯოჯოხეთში
და აღდგა მკვეთრით ადამიანთა ხსნისათვის. და ჩვენ ვიცით, რომ იოანე ესე იგი მასზე 6 თვით უფროსი იყო, ეს ამიტომ ქვია წინამორბედი, წინასწარმეტყველი იოანე, ხო, რომელიც განუმზადა მას გზა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 6 თვით იყო იოანე ნათლისმცემელი მასზე, ქრისტეზე. ჩვენ ვიცით, რომ იგი პირველი მოწამეობრივად აღესრულა, ასევე ვიცით, რომ და ასევე ჩადის პირველ რიგში, ჩადის ქვემოთ, ესე იგი ჯოჯოხეთში და იქაც ქადაგებს, რომ ეს თქვა მალე მოვა ხსნელი ქრისტე, რომელიც აღმოიყვანს მართალ სულებს, რომელიც ძველი აღთმიდან, ესე იგი იყვნენ ჯოჯოხეთში ყველა, ესეთი პატრიარქები ხო, როგორც აბრაამი, მოსე, ნოე, ხო, როგორც პირდაპირ ესე იგი ესაუბრებოდნენ ღმერთს, ისინი ყველა ჯოჯოხეთში იყვნენ და ქრისტე ჩადის, იქ ქადაგებს და აღმოიყვანს, ესე იგი მართლაც სულებს. აი, ხო გაქვთ ნანახი მასე ხატი, აღდგომის ხატი, ხო, ჯვარია და ქრისტე დგას და ხელი აქვს, ესე იგი მას ამოყავს მართალი სულები. ხო? ნახეთ წმინდა ათანასე დიდი ამბობს, ღმერთი ადამიანი გახდა, რათა ადამიანი გავხდარიყო ღმერთი. ნუ ღმერთი გავხდარიყო, განაღვთობილი გავხდარიყო, ხო? ღმერთი უნდა გავხდეთ ჩვენ მადლით, ხო? რა თქმა უნდა, მადლით. პირველად ქრისტე მოვიდა სიმდაბლეში, ეგეც უნდა ვიცოდეთ, ხოლო მეორედ მოვა თავისი დიდებით, მეგობრებო, და ძალით. რათა აღსრულდეს უკანასკნელი სამსჯავრო. აი მეგობრებო, ეს არის ძალიან მცირედ მოკლედ მარტივენაზე, გნებავთ ბავშვებს მოასმენინეთ. ეს არის მართლმადიდებლური ჩვენი რწმენა, სწავლება, ეკლესიის სწავლება და ეს არის ჩვენი ხსნა, რაც უნდა ვიცოდეთ ქრისტეს შესახებ. იყო კითხვები ამასთან დაკავშირებით, ბევრი კომენტარები და ამიტომ ესე იგი გადავწყვიტე, რომ ჩამეწერა ეს ვიდეო. ქრისტემ დაგლოცოთ, ქრისტემ გაგახაროთ, ქრისტემ მოგცეთ ძალა, ლოცვისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა, კეთილი საქმეების კეთებისა, მოწყალებისა, გაკურთხოთ, დაგლოცოთ, გაგახაროთ და ჩვენთან არც ღმერთი არც და იყოს. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.